მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე. მოგესალმებით, მამა ზაქარია. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დაგლოცეთ. მაყურებელი გყავს ეთერში და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა. თუ შეიძლება ესეთი შეკითხვა მაქვს. დიახ, გისმენთ. აი სახარებაში რო წერია. იცითო მამაო, რომელსაც შვილმა კვერთხის ხოვს და მორიელი მისცესო. დიახ. ხო ითხოვა, ყველაფერი შესაძლებელია შენს მიერ და ამარიდე სასმისიო და რაღაცა გააკრეს ჯვარზე. გასაგები, მადლობთ კითხვისთვის. ორი სხვადასხვა კითხვა იყო ახლა მაგ. ფაქტობრივად ერთმანეთთან კავშირში არ არის. დიახ. პირველი იყო მამა შვილმა რო თხოვოს მამასო და გველი მისცესო. რიანკალი. ხო, ანუ აქ ლაპარაკია მერთან დამოკიდებულებაზე ადამიანის რომ თუ კი მამა მიცის სიყვარული შვილისა და მას არ მისცემს რიანკალს, არამედ სიკეთეს უყურებს ყველა შემთხვევაში, მით უმეტეს ღმერთმა იცის ადამიანის შესახებ და მით უმეტეს ღმერთი წყალობს ადამიანს ისე, რომ მისთვის ყოველთვის სიკეთე სურს. და რაც შეეხება ის მეორე კითხვა, საერთოდ სხვა კითხვა, მაცხოვარს შეეხება რატომ ითხოვა ამაცილეო, ხო? აცილება ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარი ჭეშმარიტი ადამიანია და ჭეშმარიტი ღმერთია. კაცობრიო ბუნებას ახასიათებდა ადამიანური თვისებები. დიახ. მას წყურო და შიო და ამ შემთხვევაშიც თქვათ სურდა რომ არიდებოდა თვითონ ეს განსაცდელი. მაგრამ მაშინვე აი ამ ადამიანურ ნება ღვთაებრივმა ნებამ გადალახა და მაშინვე ამის შემდეგ გახსოვთ რომ ამბობს მაცხოვარი რომ იყავ ნებაშენი. და მან შეასრულა ნება მამისა და ნება წმინდა სამღვდელისა და აი ამ ჯვარცმით აღასრულა ადამიანების ცხონება და გამოხსნა. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის გიორგი გვწერს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდგომ რა ბედი ეწევა ეშმაკს? ეშმაკის ბედი განსაზღვრულია უკვე და ეს ბედი არ შეიცვლება. ის არის მკვიდრი ჯოჯოხეთის და წყუდიადის და რა თქმა უნდა ამ წყუდიადში გააგრძელებს ყოფნას და ყოფობას. კი ბატონო. შესაძლებელია რომ ეშმაკმა შეინანოს და ისევ კეთილი გახდეს როგორც ის ერთ დროს იყო და თუ აპატიებს და თუ შეინანებს უფალი აპატიებსო? შეუძლებელია, იმიტომ რომ ერთხელ გამოიცადა და ეშმაკს იმიტომაც არ ხდება ეშმაკის დაბრუნება ღვთის წიაღში, რომ მას არ გააჩნია სინანულის გრძნობა. დიახ. ასევე არის ყველა ცოდვილი ადამიანი, იმიტომ არის თანაზე არის ეშმაკისა, რომ არა ცოდვების გამო. იმიტომ რომ ცოდვები არ არის ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში. არ არის სინანულის არყოფნა, ღმერთის უარყოფა, სინანულის არ ქონდა. ესეთი კითხვა არის, ქრისტე რომ ამაღლდაო ადამიანის მსგავსი უხრწნელი სხეულით. ასეთი სხეულით რანაირად შეიძლება იყოს გარეშე მოუწერელი სამების მეორე ჰიპოსტასიო? ასეთი სხეულით მაცხოვარი ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა. ამიტომ ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ეზიარა
აზიარა ღვთაებრივ სიწმინდეს და აიყვანა ცაცასფეულში ამით და ასე რომ თვითონ ეს ადამიანური ბუნება განაღმრთო და აიყვანა ღვთის სამყოფელში. ასე რომ ეს აბსოლუტურად არ ზღუდავს მის ყოლის მომცლეობას და მის ყველგამყოფობას და მის ჰიპოსტასურ ერთობას მამასთან. კი ბატონო. რამდენად ერევა უფალი ადამიანის პირად ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც რამეს ვთხოვთ მატერიალური თვალსაზრისით? მერთი არის მოწყალე მამა და ეკლესიის მამების სწავლებით ყველა წვრილმანზე ფიქრობს ადამიანის ცხოვრებაში, მის როგორც სულიერზე, ისე მატერიალურზე. უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება და იცის ღმერთმა, როდის რა ჭირდება ადამიანს და როდის რა მისცეს. მაინტერესებს, როდესაც იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლა ხდება, საქართველოში ხომ ჩამოვთ და სად შემიძლია ამ ცეცხლის მიღება, რათა სახლში შევიტანო, ანუ თუნდაც აღდგომა დასრულებული იყოს, მაგალითად აგვისტოშიო. სხვადასხვა ტაძრებში დაგრძელებით ტაძრებიდან იგზავნება დელეგაცია, რომლებიც ესწრება სისხლის გარდამოსვლა და შემდეგ ეს ღვთაებრივ ცეცხლი ჩამოგდა სხვადასხვა ტაძრებში, ანთებენ კანდელებს და არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ზოგიერთ ტაძარში ეს კანდელი ინარჩუნებენ. კი, ინარჩუნებენ. ამაღლებამდე, სულთნებამდე, ჩაუქრობლად. ხო, ჩაუქრობლად ინარჩუნებენ. ამბობენ მეორედ მოსვლამდე იქნება შიმშილი და ასე შემდგომ. რა სიტყვით ნაკურთხ წყალზე, ანუ ამ ყველაფერს ძალა აღარ ექნება და შიმშილი მაინც იქნებაო? ნაკურთხი წყალი არაფერში შუაში არ არის. მეორედ მოსვლის წინ არის აპოსტასია და აპოსტასიას მოყვება ანტიქრისტეს გამეფება და აი შიმშილი ომები, სრა, ძრა, როგორც ამბობს წმინდა სახარება, ემთხვევა ანტიქრისტეს გამეფებას, მაშინ დიდი შიმშილი იქნება, მაგრამ სულიერი მადლი არ დაიკარგება. იმიტომ რომ სულიერი მადლი, ზიარება, რომელიც იქნება ქვეყნის დასასრულამდე და სულიერი ცხოვრება, ნაკურთხი წყალის და ასე შემდეგ, ბოლომდე იქნება ქვეყნის დასასრულამდე. კი ბატონო. ადამიანები რომ ასრულებენ თვითმკვლელობით, ამ დროს უფალი რატომ არ აკეთებს ყველაფერს, რომ ეს აარიდოს ადამიანს? უფალი აკეთებს ყველაფერს. და ეს არის ისეთი კანონზომიერება, რომ უამრავი ადამიანი ამას ადასტურებს, სულიერი ცხოვრებაში წმინდანები ამას ადასტურებენ, ადამიანები, რომელიც უდიდესი განსასწრებელი გაიარეს და ეგნატე ბრანჩაინოვი ამბობს, რომ მე ჩემი ცხოვრება არისო განსასწრებლების და სნეულებების ჯაჭვია. მე თვეობით ვერ გამოვდიოდი ოთახიდან. თვეობით ვერ წირავდიო და სრულად ახალგაზრდას, როგორც კი დაინიშნა წინასწარ, მას ავტყოფა რო დაიწყო, ფაქტობრივად ლოგის მიეჯაჭვა, მაგრამ ასეთი ბედნიერი არ ვარ ყოფილვარ. ამბობს ეგნატე ბრანჩაინოვი. ასე რომ განსასწრებლები არის დაშვება უფლისა, რომელიც ისევ არის ასიკეთოთ ადამიანისათვის და რომელიც უწყობს ხელს ადამიანს სულიერ წარმატებაში და ღმერთთან მიახლებაში. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ბერმუდის სამკუთხედი მართლა ესეთი საშიში ადგილიაო და როგორია საეკლესიო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
საკლესო დამოკიდებულება ამ საკითხთან არ არსებობს. ახლა იმიტომ რომ ეგ არ არის ეკლესიის სფერო. და ხა ეს უფრო სხვა მეცნიერების სფეროა და მეცნიერებს უფრო ზუსტი მონაცემები აქვს და ალბათ იქ უნდა იკითხონ. ჩვენ ახლა ვიცით რა ინფორმაციაც არის და ხა რაღაც ინფორმაციას ხო არ ვიტყვით ახლა ჩვენ. რაც ვრცელდება, რაც დაუსაბუთებელია. კეთილი. როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას, როცა ერთ-ერთ პიროვნებას ხედავ მრისხანებით ვივსები და შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდესო. მრისხანებასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური გრძნობების შეთვისებით და რელიგიური ხედვით. თუკი ადამიანი საკუთარი ეგოიზმით, ადამიანური ნებით მოქმედებს, მაშინ ვერას ვერ დაანებებს თავს მრისხანებას და ეს ადამიანები ერთი კი არ იქნება, ყველა ფეხის ნაბიჯზე იქნება, ყველა გააღიზიანებს, ზოგი იმას არ გააკეთებს, ზოგი ის არ მოეწონება და ასე შემდეგ. მხოლოდ შეიძლება ღვთისმოსავმა ადამიანო, რომელიც ხელმძღვანელობს ღვთისმსნებებით, შესაძლებელია, რომ ამ ბრძოლა შეეწინააღმდეგოს ამას, თქვა, რომლის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, დაცემული მდგომარეობა, სიძულვილი, ადამიანის, თქვა, მოუთმენლობა, უსიყვარულობა, ურწმუნოება, ეს არის მიზეზი თვითონ ამისა. და თუკი ადამიანი შეეცდება, რომ ღვთისმსნებებით იმოქმედოს ცხოვრებაში, მაშინ შეძლებს, რომ აი ეს ვნება, რომელზეც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველა საშინელი მრებაა, რომელიც დემონს ამსგავსებს ადამიანსო და არაფერი ისე არ განძარცვავს სულიწმიდის მადლისგანო, როგორც მრისხანებაო. ესე ამბობენ წმინდა მამები. და არაფერი ისე არ ამსგავსებს ეშმაკსო და ქრისტიანის მცდელობა ცხოვრებაში არის მიბაძოს ქრისტეს. მაცხოვარი ამბობს, მომბაძეთ მე, რამეთომ შვიდ ვარ და მდაბალ გულით. და ამიტომ ყველანაირად უნდა შეეცადოს ადამიანი, რომ თუ მას სურს, რა თქმა უნდა, ღმერთთან მიახლება, სულიერი ცხოვრება, განწმენდა, ქრისტიანობა თუ სურს საერთოდ ერთს მიადევნოს და მეორეს განაშოროს. იმიტომ რომ ერთი გზას მიყავს ღმერთისკენ, დამდაბლება, საკუთარი თავის განკითხვას, მოყვასის სიყვარულს და მიტევებას და მოთმინებას და მეორეს გზას მიყავს ეშმაკისკენ აუცილებლად. კი ბატონო, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ, ეთერში ხარ, დასვით კითხვა. დააგვოცეთ მამო. მერთმა დააგვოცეთ. ისმის შევი. დიახ, გაიხარეთ ისმის კი. ალო. დიახ, გვესმის, თქვენი ხმა ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გესმის შევი. კი, გვესმის, ჩემო კარგო, გვესმის. ესეთი კითხვა გვაქვს, რომ სულის მდებარეობა გვაინტერესებს ადამიანის ხელში და ადამიანს ერთი თავი რომ გადაუნერგოს, ადამიანს ერთი თავი რომ მოაწვა და გადაუნერგოს მეორე ადამიანი. ხო, ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დასმულა ეთერში. გადაიმართა. თქვენ ყოველთვის ამ კითხვას სვავთ, რო რეკავთ, გასაგებია უკვე. რა ვიცი ხა. არ მოხდარა ესეთი ფაქტი და შესაბამისად ის რაც არ მოხდარა ამას საუბარი ცოტა რთული იქნება და არა სწორი ჩემი აზრით. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, როდესაც პატარა შვილს სჭირდება თერაპიული განვითარება. ანუ მღერის ყველა ასო იცის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს და უფროსი შვილები მეუბნებიან, ჩვენ უფალს ვეხვეწებით ეკლესიაში დავდივარ წმინდა ნაწილებს ვეხებით და უფალი მაინც არ აძლევს რომ ილაპარაკოს ნოემ და მე ამაზე პასუხი ვერ გავეცი გარდა ერთისა რომ მოთმინებაა საჭირო. მოთმინება და შრომა. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ღვთისგანგებულება. ჩვენ არ ვიცით ღვთისგანგებულება რა არის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც ადამიანს ძალუძს, ყველა ადამიანური რესურსი უნდა გამოიყენოთ, ეს იქნება ფიზიკური თუ ანუ ექიმის თვალსაზრისით, სულიერი თვალსაზრისით, ლოცვა, წმინდანების შეწევნა და ღზიარება ბავშვის, თქვა, ზეთისხება და სიწმინდეების მოლოცვა და ასე შემდეგ და ეს უნდა სისტემატიურად და მუდმივად უნდა გააკეთოს ადამიანი, მაგრამ
უნდა თქვას, რომ იყავ ნება შენი ღმერთო. შენი ნება და უნდა თქვა კურთხეულს ნება უფლისა. ამიერიდან და უკუნისამდე. ღვთის განგება ჩვენ არ ვიცით. ჩვენი გავაკეთოთ, ღმერთი თავისას გააკეთებს. ერთი ხალბატონი გწერს, ესე იგი ადრე არ მჭირდა და ახლა ესე ვარ, რომ რაც დავდივარ ეკლესიაში, გულში მაქვს აკვიატებები, კარგად ჩაცმის და ვერ ხვდები რატომ მაწუხებს ეს ტანსაცმელზე აკვიატება. გონია თუ ის რაც მომწონს რომ ჩავიცვა, ამით ცოდვაში ვიქნებიო? ეს რა არის ხა ჩაცმა ხა ჭუჭყენი რატომ უნდა ჩაიცვას და ან ცუდად ულამაზად რატომ უნდა წავიდეს ეკლესიაში? პირიქით იონა კრუპინი ამბობს რომ საუკეთესო ტანსაცმელი რაც გაქვთო ის შეიმოსეთო რა. უბრალოდ აქ უნდა შეეცადოს გამორიცხოს ქალბატონმა თამომწონეობა, თქვათ რა კეკლუცობა, რომელიც იცაც ვიცეს ტანსაცმელი. ქრისტიანი აპოლოგეტები ამბობდნენ. ქრისტიანების რომლებიც შინაგან კულტურაზე არიან ორიენტირებული და არა გარეგნულზე, როგორც აბორიგენები. აბორიგენები გარეგნულ კულტურაზე, გარეგნულ სხეულის კულტი აქვთ მათ. ქრისტიანს სულის კულტი აქვთ. შინაგანი სილამაზეა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ისინი ყოველთვის ფარავდნენ მის გარეგნულ სხეულს და მათ ეცვათ ფართო და გრძელი. რაც აძლევდა საშუალებას იმის საშუალებას, რომ მთლიანად მთელი ყურადღება სულისთვის. როცა ჩვენ გარეგნულ ტანსაცმელს ახლა ამაზე ვაკეთებთ, უფრო აქცენტია სულზე კი არ არის, გარეგნულზე არის. ის მოქმედებს ისევ ჩვენზე მოქმედებს. აბოდოროთი ამბობს, სხვანაირი მდგომარეობა აქვს ადამიანს, რომელიც ცხენზე ზის, რომელსაც ტანზე არ აცვია და რომელიც არის შემოსილი მკაცრად. სხვადასხვა მდგომარეობა. ამიტომ ქრისტიანი უნდა იმოსებოდეს შესაბამისად. განსაკუთრებით ტაძარში. ფართო და გრძელი. ეს არის ძველი მამების მოწოდება. ეს არ არის არც მონაზვნებისთვის, ეს არის ყველა ქრისტიანისათვის. კი ბატონო. მაინტერესებს მე ერთი ჩვეულებრივი ქონების მქონე ადამიანი ვარ, უფრო მეტიც ვალები მაქვს ძალიან დიდი, მაგრამ არის მომენტი, როცა ქუჩაში დახმარება გამიწოდებია და გადმოუხედავს ჩემს ფინანსებს და გადმოხედავს ჩემს ფინანსებს და ვცდილობ ნაკლებით დავეხმარო. რამდენად არის ეს მიღებულიო? ადამიანი უნდა დაეხმაროს, რა შესაძლებლობებიც აქვს. და იმიტომ რომ ჩვენ მაგალითი გვაქვს თვითონ მოწყალების როგორ უნდა გავცეთ მოწყალება სახარებისეული მაგალითი გვაქვს. ანუ ქრივის შესახებ, რომელმაც იქვე მდიდრებმა დადეს დიდი შემოსავალი, მაგრამ ქრივმა 2 ლეპტი იყო უმცირესი ერთეული ფულისა. მაგრამ მას ხოლმე თქვა, რომ ეს შეიწერა ღმერთმა, რამე თუ მან თავისი ნამეტნავისაგან კი არა და ანუ ნაკლონებისაგან და ანუ არ თქონდა და ის დატო. აი ეს იწერება ღმერთს. როდესაც ადამიანს აქვს ნაკლები, მაგრამ მაინც ეხმარება. აი ეს იწერება ღვთისგან და არა როცა ბევრი აქვს და რაღაცას წერავს იქიდან რა. რაღაცა ნაწილს პატარა, რომელიც საერთოდ არ აკლდება მას. კი ბატონო, მოსახსენებელს ნათლობის სახელებით არ უწერო, ანუ მოსახსენებელში სახელებს ნათლობის სახელებით არ წერს და აუცილებელია რომ ნათლობის სახელებით ჩაიწეროს. იცი რა, ნათლობის სახელი ჩაწეროს და გვერდზე დაწეროს თვითონ რომ ის არა, ხო, იმიტომ რომ ნათლობის სახელით ვიხსენებთ ჩვენ ყველაფერს ტაძარში, ზიარებასაც და ყველაფერს. ნათლობის სახელი არის მისი ნამდვილი სახელი თუ გინდათ სინათლე. კი ბატონო. 50-მე ფსალმოში წერია: "ცოდვათა შინამშრომლე დედამან ჩემმან." ეს როგორ აიხსნებაო? ანუ პატარა ბავშვი დაბადებიდან ცოდვილიაო? ყველა ადამიანს მემკვიდრეობათ ადამისა და ადამიდან ერგო პირველქმნელი ცოდვა. დაცემა, წყლულება, სნეულება და ამიტომ არის რომ ადამიანები ჩვენ ყველა გძნობთ საკუთარ თავში მიდრეკას ცოდვისაკენ, ვნებებისაკენ, ქაოსი ტრიალებს ადამიანის სულში, დაუდგრომელობა, ცოდვებისადმი მიდრეკილება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მემკვიდრეობა ადამიანის, პირველქმნელი ცოდვა. კეთილი. უმადურ ადამიანებს როგორ დავეხმაროთ გახდნენ მადლიერნიო?
ხა დახმარება ეს არ არის მარტივი ამბავი, რომ ადამიანი შეცვალო. ხა გახდნენ მოდლიერი ესეთი მარტივი ამბავი არ არის. ადამიანი პირველ რიგში თუ გინდა სხვისი გამოსწორება, საკუთარი თავი უნდა გამოასწორო ადამიანმა. თუ საკუთარ თავს არ ასწორებ და ვერ გამოასწორე, შენ ვერავის ვერ გამოასწორებ. პირიქით გააღიზიანებ და დაპირისპირდები. ამიტომ საკუთარ თავის გამოსწორება და მაგალითი. ეს ორი შეიძლება გრძელვადიანი ის არის, ახლა უცებ ჩვენ გსურს რომ ადამიანები მალევე იცვლებოდნენ და ახლა საკმაოდ ჩვენ ვიცლებით მალე წლები ჭირდება და 10 წლები რომ რაღაცა მცირედი შეიცვალო ადამიანი უკეთესობისკენ და ახლა ჩვენ გვინდა სხვა გვინდა რომ უცებ შევცვალოთ რა ახლა უცნაურია საკუთარ თავს ამას არ თხოვ და ამბობ რომ აი მე კაი მე ვიქნებ მე შევიცვლები და 10 წლები გადის და 30 წელი და არაფერი არ იცვლები და მაგრამ მაინც პატიობ საკუთარ თავს და სხვას არავის არ პატიობ გინდა რომ მაშინვე შეიცვალოს და ასე არ ხდება. კი ბატონო გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ჩვენი პირველ მშობლები რომ არ დაცემული იყვნენ, როგორ იქნებოდა ცხოვრებაო დღევანდელობასთან შედარებით? ახლა ჩვენ ზუსტად არ ვიცით როგორ იქნება ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ცხოვრება სადაც ისინი ცხოვრობდნენ და იყო ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა, რაც კი კაცობრიობას გააჩნია. და რაც ანუ ეს იყო სამოთხეში ცხოვრება ცოდვის გარეშე, დაცემის გარეშე, ღმერთთან ურთიერთობა, მადლში ცხოვრება, მადლმოსილება და სრულყოფილება, რომელთაც შექმნა ღმერთმა ადამი და პირველი ადამიანები, ეს სრულყოფილება იყო მუდმივად მზარდი. ეს იყო უდიდესი პერსპექტივა და რა თქმა უნდა რა იქნებოდა კაცმა არ იცის და როგორ იქნებოდა, როგორ განვითარდებოდა, მაგრამ რაც იყო, ეს იყო უდიდესი მწვერვალი, რომელსაც კაცობრიობა ვეღარასდროს ვეღარ მიწდება, ერთადერთი მაცხოვარმა გააღო კარი და ისევ მისცა საშუალება ადამიანს გაემეორებინა სამოთხისეული ცხოვრება, ეს არის მარადიული ცხოვრება, მისცა მას ისევ დაუბრუნა. ის რაც დაკარგა სამოთხეში, ქრისტემ საკუთარ ჯვარცმით, აღდგომით, მისცა ისევ დაუბრუნა ადამიანს. როგორ შეუძლოთ საკუთარი თავის პატიებო? საკუთარი თავის პატიებას ეწინააღმდეგება ამპარტავნება. სიამაყე, ამპარტავნება. ადამიანმა უნდა დაინახოს, შეეგუოს, კი არ შეეგუოს, არამედ გაიგოს, დამდაბლდეს, მიხვდეს, რომ ის არის ცოდვილი ადამიანი, რომელიც მუდმივად ასხივებს ცოდვებს და რომელიც ვერაფერ კარგს ვერ გააკეთებს თუ ღვთისმადლი არ მიიღო, რომ გამოსწორება არ არის ესეთი მარტივი, უნდა შეეგუოს, რომ ეს არის ხანგრძლივი პერიოდი და ამიტომ თუ სულიერი თვალით შეხედავს ამას ყველაფერს, მაშინ დამდაბლდება და აპატიებს საკუთარ თავს, შეიძენს სიმდაბლეს. სიმდაბლე შეიძენს. აი ამ მოძღვრებებით და მოძღვრებებით, დაცემებით ადამიანი უსუსრობში კი არ უნდა ჩავარდეს და თქვათ რაღაც რწმენა კი არ დაეკარგოს, პირიქით ამით შეიძინოს, უნდა დიდი გამოცდილება. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმენთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? საღამოშიდობისა. მაინტერესებს პეტრე პავლოვსთან და მარხვასთან დაკავშირებით პეტრე პავლეზე საუბარი, უბრალოდ უფრო პავლეზე. პეტრე ვიცით, რომ ქრისტეს პირველი დღიდან მოსწავლე არის ქრისტეში. და ის პავლე არის შემდეგ შემოსულდა. როგორ მოხდა ერთად, რომ ის დღესასწაულება და ერთად ზემოს მათ დღესასწაულს. მაინტერესებს ამაზე საუბარი. მადლობთ ძალისთვის. პავლე მოციქული არის როგორც ეკლესია ასწავლის მოციქულთა თავი, როგორც პეტრე მოციქული. ის არისო 12-თაგანი მოციქული, მაგრამ ღმერთმა გამოარჩია, განსაკუთრებული გამორჩევით გამოარჩია პავლე მოციქული და განსაკუთრებით განსწავლა სულიწმინდის მადლით და გამოცხადებით განსწავლა
და მოამზადა იმისთვის, რომ ის გამხდარიყო მოციქული წარმართა. თუ მოციქულები უმეტესწილად მაინც ებრაელურ თემსთან იყვნენ დაკავშირებული, პავლე მოციქული იყო წარმართა მოციქული. თუ ჩვენ დავიკითხავთ მოციქულთა საქმეს და მოციქულთა საქმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია ახალი აღთქმისა, ჩვენ ვნახავთ მის მოღვაწეობას. პავლე მოციქული არის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, შეუდარებელი მოღვაწე, სულიერი მოღვაწე, რომელიც ესე ამბობს საკუთარ თავზე, რომ ერთი კაცი ვიციოდა საკუთარ თავზე ამბობს, რომელიც სად იყო, მეცხრეცაზე იყო, მაგრამ სად იყო არის მეცხრეცაზე იყო. პავლე მოციქული არის, რომელმაც გადაიტანა ყველაზე მეტი დევნა, ყველაზე მეტი მწუხარება, აღწერს საკუთარ თავს, რამდენჯერ ცემს ჯოხებით, რამდენჯერ მოსაკლავად გაიმეტეს, რამდენჯერ ვთქვათ გემით ხო, გემიდან გადიმასა ინთქმებოდა გემის ზღვაში და ეს განსაკუთრებული მოციქულია, განსაკუთრებული მადლის და რაც ყველაზე მთავარია, პავლე მოციქულმა დატოვა უკვდავი ნაწერი მისი ეპისტოლეები, რომელსაც უწოდებენ მეორე სახარებას. ესე ამბობდნენ მამები, რომ არ ქონდეს ჩვენ სახარება და წავიკითხოთ პავლე მოციქული, ჩვენ გავიგებთ, ზუსტად გავიგებთ რა იქადაგა ქრისტე. ამ ღვაწლის გამო ეკლესიამ გამოარჩია პეტრე მოციქულთან ერთად, ამ ღვაწლის გამო და მოციქულთა თავად შეერაცხა იგი და ამიტომ სპეციალური მარხვა წაუძღა მოციქულთა ღვაწლი არის შეუდარებელი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულობა ქრისტიანობისა, მოციქულთა მოღვაწეობა და ამიტომ სპეციალური მარხვა წარმოადგენს 4 მარხვა და 3 არის 2 მაცხოვრისადმი არის და 1 ღვთისმშობლისადმი რა. ესე იგი ეკლესიამ ამხელა მარხვები წინ წაუძღა ამხელა დღესასწაულებს, მაცხოვარს და ღვთისმშობლს და მეოთხე მარხვა მოციქულებს. ამდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ ეკლესიის ისტორიაში და საერთოდ ქრისტიანობაში. კი ბატონო. გავურძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ზოგჯერ ჩემ დაუნებურად გონებაში ვლოცულობ. სხვა რაღაცას ვაკეთებ და ყურადღებას იქცევს ლოცვის სიტყვები, რომლებსაც თითქოს მექანიკურად ვიმეორებ გონებაში და ეს ლოცვად მეთვლებაო? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ჩაღრმავებულად ვერ ვილოცებთ და ყოველთვის შეიძლება ყურადღება არ ქონდეს, ცელობა კი უნდა ქონდეს ადამიანს, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ მექანიკური გამეორებაც არის ერთი საფეხური იქითკენ, რომ ადამიანმა მოიპოვოს ლოცვითი მდგომარეობა. იოანე ქროპირი ამბობს, თუ შენ არ გესმისო, ეშმაკებს ხო ესმისო და ისინი გარბიანო. ესეთი კითხვა არის, უძველესი დროიდან ბიბლიაში არის ხშირად ნახსენები ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ 500 წელი, 700 და უფრო მეტიც. მაშინ ამ დღეებს და საათებს ვინ ითვლიდა, როგორი გამოთვლით ხდებოდა ეს და საქართველოში ამჟამად თუ ყავს ისეთი წმინდანი, როგორც მამა გაბრიელი იყო, ეს უკვე სხვა კითხვა არის, მაგრამ იმავე ადამიანის. ხო, ესე იგი რაც შეეხება ბიბლიაში ასახულ მოვლენებს, ეს ყველაფერი გადაეცა მოსეს სულიწმინდის მადლით. მოსეს არაფერი ნაწერი არ დახვედრია და არავის არ უთქვია და არ მოუყოლია. სულიწმინდის მადლით მიეცა მას ის ცოდნა იმ 5 წიგნის შესახებ და მთელი საღვთო ისტორიის შესახებ, რომელიც მიეცა, არ ვთვლი ახლა წინასწარმეტყველებს და მათ თვითონ დაწერეს, მაგრამ მოსეს წიგნეულები, სადაც არ აღწერილი ეს თვითონ ისტორია. ამიტომ მაშინ ადამიანები, სხვა ადამიანები იყვნენ უფრო მადლიანი და გარემოც არ იყო ასეთი მოწამლული, არც სულიერ თვალსაზრისით და არც ფიზიკური თვალსაზრისით და ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ.
და რაც შეეხება მამა გაბრიელის ნაირი ეკლესია ყოველთვის ეკლესია არის ეკლესიაში ყოველთვის არის წმინდანები არ ყოფილა ესეთი ეპოქა რომ წმინდანები არ ყოფილიყო ეკლესიაში ოღონდ წმინდანების გამოვლინებას რა თქმა უნდა ჭირდება დრო სიცოცხლეში წმინდანებს ეკლესია სიცოცხლეში წმინდანებს არ გამოარჩევს ისინი სასწაულ მოქმედებსაც რომ ასრულებდნენ და დიდი სულიერი ცხოვრებითაც რომ გამოირჩეოდნენ მაინც არ აკურთხებდნენ სიცოცხლეში წმინდანებად არამედ ამას ჭირდებოდა დრო როცა დროში გამოვლინდებოდა როცა დროში თქვა აღესრულებოდა გარდაცვალების შემდეგ სასწაულები ადამიანების რწმენა იქნებოდა მისადმი განსაკუთრებული და ასე შემდეგ და იქ არის რამდენიმე პუნქტი რომელიც აუცილებლად უნდა გამოჟღავდეს იმისთვის რომ წმინდანად იკურთხოს აი მაგის შემდეგ შეიძლება თქვა კურთხევა წმინდანად ასე რომ წმინდანები არიან მაგრამ ძიება არ უნდა ქრისტიანისთვის თუ შეიძლება ბაირამის დღეს მშობლების საფლავზე მისვლაო ბაირამი ეთყობა მშობლები არიან მუსულმანები ეთყობა ხო? მშობლების საფლავზე მისვლა ეხლა დღესასწაულზე არ უნდა აღნიშნო თორე მშობლების საფლავზე მისვლა ყოველთვის შეიძლება დღესასწაულში არ უნდა მიიღო მონაწილეობა ქრისტიანმა რა იმიტომ რომ ეს არ არის თვითონ ქრისტიანული დღესასწაული კი ბატონო მაინტერესებს წმინდა ზიარების დროს, როდესაც ვეზიარებით, სულ დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ არა ღირსი ვარ. რა თქმა უნდა, ღირსნი არასდროს ვართ, მაგრამ ეს გრძნობა, ამ გრძნობას რა მოვუხერხო, რატომ ვარ ასეო? ნუ ღირსების განცდა და ცოტა გადამეტებული ის არის თვითონ ადამიანს ხშირად ქრისტიანული სინდისი თუ სწორი აზრები და სწორი ხედვა არ მიაწოდე, ყოველთვის ექნება მას ესეთი რაღაცა შინაგანი შფოთვა რა. სწორი აზრები რას ნიშნავს სწორი აზრები აღსარების შესახებ, სწორი აზრები ზიარების შესახებ. ჩვენ ვიცით რომ პირველი ეს არის პირველი აზრი, რომელიც უნდა მივიღოთ, რომ ვერავინ ვერაზოს ვერ იქნება ზიარების ღირსი. ჩვენ ღია ზიარების ღირსი ხდებით ხოლმე ღვთისმადლით წყალობით. ღმერთი თავისი უდიდესი მოწყალებით უშვებს იმას, რომ ჩვენ ვეზიაროთ მის სისხლსა და ხორცს. ვერავინ ვერ იქნება მაგის ღირსი. ადამიანი მიკარება არ შეიძლება ადამიანის წმინდა სისხლსა და ხორცთან, რომ არა ღვთის ლოცვა-კურთხევა. მაგრამ ეს რო არ ქონდეს ადამიანს სისხლი და ხორცი მაცხოვრისა, ჩვენ ვერ განვითარდებით სულიერად და ვერ ვიარსებთ საერთოდ. ამიტომ უშვებს ღმერთი. ეს პირველი. მეორე ის არის რომ ადამიანი უნდა კონდეს რწმენა იმისა რომ თუ ის აღსარებაში ამბობს გულწრფელად ყველაფერს და არ თქვათ მალავს მაშინ მას მიეტევება ყველაფერი და ეს არის პირველი კარი იმისა რომ დაიშვა ზიარებისთვის და ყოველგვარი ფოთვის გარეშე პირიქით ზიარების წინ შიში კი არ უნდა კონდეს ადამიანს, შიში უნდა კონდეს თვიშიში, მაგრამ აი რაღაც ეს მარცხენა შიში რა. არამედ პირიქით უნდა მიდიოდეს გრძალვით, გულის შემოსრულებით, მაგრამ ასევე უდიდესი სურვილით და სიხარულით. კი ბატონო. აი ეს ყველაფერი ერთად უნდა კონდეს ადამიანს, იმიტომ სინანული სიხარულისგან არ განირჩევა რა. და აი როდესაც ხასი რაღაც აზრები დგუნავს, ეს არ არის ქრისტიანული გრძნობები რა. ქრისტიანობა არასდროს არ დგუნავს ადამიანს. ქრისტიანობა ყოველთვის ათავისუფლებს. ამიტომ უნდა გადაამოწმოს თავისი შეხედულებები, აზრები, დამოკიდებულება. აი იქ არის რაღაცა დარღვეული. ანუ არასწორი ხედვა აქვს რა. როდესაც სწორი ხედვას მოიმარჯვებს ადამიანი, მაშინ თავისუფლდება. და მაშინ, იმიტომ რომ ქრისტიანობის რელიგიური ცხოვრების არსი არის სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული. რელიგიურმა ცხოვრებამ ჩვენ ეს უნდა მოგვიტანოს და არა დადგუნულობა და შიში და ეჭვები და ასე შემდეგ. კი ბატონო.
ესეთი კითხვა არის გადაღებულია ბერძნული სერიალი ათონელბერ აისიზე თუ იქნება შესაძლებელი რომ საპატრიარქო არხზე შედგეს მისი ჩვენება ყველას არ აქვს შესაძლებლობა ტელეფონით ყურებისაო ეგ უკვე ჩემთან არ ეკითხა რა თქმა უნდა კი ბატონო ჩვენ გადავცემთ ვისაც საჭიროა და ვეცდებით რომ გავიდეს ჩვენი არხით ჩვენს ეთერში იყოს ეს ფილმი აყურებელია ეთერში მოვისმინოთ კითხვა ისმეთ ეთერში ხართ მოგესალმებით საღამოში მაინტერესებს აი მათეს სახარებაში მეათე თავი აი ნუ გონიათ თითქოს მოვედი რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი არამედ მახვილისა და აი გაგრძელება რო არის მე ვინაიდან მოვედი რათა გავყარო ვაჟი მამამის ქალი დედამის და რძალი დედამთილს მისა როგორ გავიდე რა თქმა უნდა მაცხოვარი გამაერთიანებელი არის და მისი მოძღვრება აერთიანებს მხოლოდ ოღონდ აქ რეალობაზე საუბრობს მაცხოვარი რომ ადამიანები იქნებიან ნაწილი მიიღებს ამას და ნაწილი არ მიიღებს და ასეთი ადამიანები იქნებიან ოჯახშიც ნაწილი ოჯახში მიიღებს ამას და ნაწილი არ მიიღებს და აი აქ ხდება განყოფა ამათგან უკვე რა ვინც ღებულობს ამას და ვინც არ ღებულობს და უპირისპირდება აქედან გამომდინარე ეს არის მახვილი რომელიც განკვეთს ამას ყველაფერს რა მაგრამ მაცხოვრის სურვილი ეს არ არის ეს არის ადამიანების რეალობა რომლებიც თავისუფალ ნებას ბოროტად იყენებენ და ირჩევენ არა ქრისტეს რომელიც არის მშვიდობა, ერთობა, სიყვარული, წყალობა, არამედ ირჩევენ დემონს და ეგოიზმს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის Facebook-ის რამდენიმე კითხვა არის, ესე იგი საინტერესოა ქრისტეზე რატომ ვიცით მხოლოდ ბოლო 3 წლის მოღვაწეობაო დედამიწაზეო. ანუ რატომ არ არის აღწერილი მისი ბავშვობა, ანუ როგორ იზრდებოდა, ასევე საინტერესოა იოსების მოღვაწეობა როგორ ხდებოდა ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე და ეს მეორე კითხვას მე გავაჟღერებ. მაცხოვრის შესახებ ვიცით, მისი თქვა ჩობის შესახებ ვიცით და 12 წლის ასაკში, როცა სოლომონის ტაძარში გადაგებდა მაცხოვრი. დანარჩენი დრო ჩვენ ვიცით რომ ის იზრდებოდა სიბრძნითა, როგორც წერია და ემორჩილებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლებს და მართალ იოსებს და თქვათ ეხმარებოდა მას თვითონ აი ამ ხეულობაში რომელიც ხურო იყო მართალ იოსებიდან ანუ ეს იყო განგებულება ღვთისა რომელიც დაფარული იყო მისი ცხოვრება და მისთვის საკმარისი იყო 3 წელი რომ მოეხდინა ეს უზარმაზარი გადატრიალება რომელიც გააკეთა მაცხოვარმა. ეს იყო 30 წლის ასაკში მაცხოვარმა დაიწყო საჯარო მოღვაწეობა და მანამდე კი ის დაფარული იყო და ადამიანური მისი ბუნება აღწევდა სრულყოფილებას და სიბრძნეს იმისთვის რომ შემდეგ აი ეს უდიდესი ღვაწლი აიღო. კეთილი. მაინტერესებს კვართი ნამდვილად არისო მცხეთაშიო? კვართის შესახებ ქართლის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი ცნობა კვართის შესახებ და ამას ადასტურებენ არა მარტო ქართული წყაროები, არამედ უცხოური წყაროებიც ადასტურებენ ამას, ძველი წყაროები, რომ კვართი არის საქართველოში. და თვითონ ის რომ იმ ადგილზე მე-5 საუკუნემდე მირონი ზდიოდა სადაც არის ჩვენ ვიცით სადაც არის სვეტი ცხოველში იქ არის დაფლული კვართი
და ნიშნად აი ამ უდიდესი სიწმინდისა მე-5 საუკუნემდე იქ მირონი გამოდიოდა აი ამ ადგილიდან. და სვეტიცხოველი აი ამის გამო ჯერთი შეუძლებელი ახლა ყველა გრძნობს რომ სვეტიცხოველი არის გულის საქართველოს. არ არის ეს არის სულიერი ცენტრი საქართველოს. და სულიერი ცენტრი საქართველოს არ არის მარტო იმ ტაძრის გამო სვეტიცხოველის, არამედ იმ კვართის გამო, რომელიც იმ ტაძარში არის დაფლული. ეს არის მისტიური ცენტრი საქართველოში და არა მარტო მისტიური, ეს იყო ცენტრი მთელი კავკასიის. მე-5 საუკუნემდე, როცა სომხებიც მართლმადიდებლები იყვნენ და ალბანელებიც მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ და კავკასიელები სხვათა შორის მართლმადიდებლები იყვნენ. მე-16 საუკუნემდე კავკასიელები იყვნენ მართლმადიდებლები ქართველების მოღვაწეობის შედეგად რა. სვეტიცხოველში ხდებოდა უდიდესი მომლოცველობა მთელი კავკასიიდან. და ეს ხდებოდა კვართის გამო. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ. გამლოცეს მამებო. ეს თერაპი მაინტერესებს. რამოდენიმე წლის წინ დიახ. მუშები მუშაობდნენ რუსთავში, ნიშნობა რა. ჭაში მუშაობდნენ, ვიწაში იყო დიდი ჭა. იქიდან გამოვიდა მეთანი. და ორი ქართველი მუშა გახდა სუდად. ჩახდა აზერბაიჯანელი. ეს ორი გადაარჩინა. და თვითონ დაიღუპა. გარდაიცვალა. ხონდა თუ არ ხონდა მეხსისული, აი მაინტერესებს თქვენი აზრით. ვინ ჩახტაო? აზერბაიჯანელი. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ერთი მხრივ ყოველი ადამიანური ღვაწლი ერთი მხრივ ვიცით, რომ მართალი სარწმუნოების თვინიერ მართლისა სარწმუნოებისა არ არსებობს ცხონება. მაგრამ ესეც ვიცით, რომ არც ერთი სიკეთე ადამიანს არ ეკარგება. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. იმიტომ რომ ადამიანური გმირობა ათეისტებსაც ჩაუდენია. ადამიანური გმირობა. ბრძოლის ველზე ბევრი გმირი ყოფილა, რომელსაც სოფლები გადაურჩენია და ქალაქები და საკუთარი თავს შეუწირია, ასე შემდეგ, მაგრამ ათეისტები იყვნენ და რანაირად ცხონდება ათეისტი. ჩვენ ის მუსულმანი, რომელსაც არ აქვს მართალი რწმენა, რანაირად ცხონდება იქ. ესეთი კითხვა არის ლოცვის დროს ხშირად მეფანტება გონება. აღმოვაჩენ რომ კითხულობ ლოცვაზე აღმოვაჩენ რომ რაღაცაზე ფიქრი გამექცა. რატომ მემართება მაინტერესებს ყურადღებით არ ვკითხულობ თუ რა ხდებაო? საერთოდ ლოცვა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, ყველაზე რთული სულიერი საქმეა. სულიერ სათნოებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოებაა და ყველაზე რთულია. ლოცვას უწოდებენ სათნოებათა დედას. მოიპოვე დედა და მოიპოვებ მიშველებსაც, ანუ ყველა სათნოებას. ამიტომ რამდენადაც მნიშვნელოვანი, იმდენად რთულია ლოცვა. ლოცვას სჭირდება როგორც ყოველ საქმეს. აი ნებისმიერი საქმე ავიღოთ, ნებისმიერი პროფესია. თქვენ შეიძლება დაამთავროთ რაიმე თქვა ხუთწლიანი, თქვა სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი, მაგრამ პროფესიონალი არ იქნებით იმის. შენ გექნება მხოლოდ თეორიული ცოდნა. მხოლოდ მრავალი წლის პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად გიგროვდება და შეიძლება 10 წელი გავიდეს და პრაქტიკული ცოდნა მიიღო შენ ამისა რა. ასევე არის ლოცვაშიც. ლოცვას უნდა მიუდგეთ ესე. თავისთავად ლოცვას ვერ ვისწავლოთ, თუკი დიდი სურვილი გქონდეს. მას ჭირდება როგორც თეორიული საფუძვლები, ნელ-ნელა წმინდა მომისეული შესწავლა, რა არის ლოცვა, როგორ უნდა ვილოცოთ, ასე შემდეგ და შემდეგ მას ჭირდება ყოველდღიური პრაქტიკა, ყოველდღიური სწავლა, ყოველდღიური განსწავლა. თვითონ და აი ეს მოიტანს შედეგს რა, რაღაცა
თუ ადამიანი იღვაწეს. ჩვენი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რლოცვის უნარს ადამიანი ღებულობს მხოლოდ მადლით. რაც შეეხება გაფანტულ ლოცვას, ყველას ჩვენ გაფანტულ ლოცვით ლოცულობთ, მაგრამ გაფანტულობაში არის ერთი უძლურებით არის, მეორე შეგნებულად. შეგნებულად არ უნდა გავიფანტოთ რა. უნდა შევეცადოთ თავიდანვე, არ გამოვეკიდოთ ლოცვის მრავალრიცხოვნება, ჯობია ზომიერი კანონი იყოს, არც მცირე უნდა იყოს, არც ძალიან დიდი, საშუალო კანონი, რომელსაც შევასრულებთ ყურადღებით. რას ნიშნავს ყურადღებით? როდესაც ვკითხულობთ, ჩვენი უნდა ვესმოდეს ლოცვის სიტყვები. და არა მარტო გვესმოდეს ამ თეოფანი დაყოლებული, არამედ განვეცდიდეთ მას. აი ეს არის მუდმივად ამით უნდა აქეთკენ უნდა წავიდეს ადამიანი. და მე თავიდანვე უნდა იცოდეს ადამიანი პირველი კითხვა როცა დგება პირდაპირ არ დადგევ ლოცვაზე რა, როცა მიდიხარო რა, დილით თქვა დგები, ხო? ჯერ გაიხსენე ვის წინაშე დგები, ვინ არის ვისაც ესაუბრები, შენ ვინ ხარ, რა ცოდვები გაქვს, რა მხელა საჭიროება გაქვს, რა შესაძლებლობები აქვს უფალს, ყოვლის შემძლეა, ყოვლის მყოფია, ყველა შენი საჭიროება რომელიც არის, მას შეუძლია გადაწყვეტოს. რომ ლოცვა ყველაზე დიდი საქმიანობა ადამიანის, ეს არის ურთიერთობა მარადილთან. ამიტომ ასეთი აზრებით უნდა გაახსენოს საკუთარ თავს და მე დაიწყოს უკვე ის რაც მე ვთქვი ყურადღებით კითხვა. კი ბატონო. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. აჰა. ისაუბრეთ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. დამლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. დასვით კითხვა, ისაუბრეთ. მაინტერესებს მამაოს დედას აქვს თუ არა უფლება შვილს ჩააბაროს აღსარება. გასაგები. მადლობთ კითხვისთვის. ესეთი აკრძალვა მე არ ვიცი რომ არ შეიძლებაოდეს, იმიტომ რომ მოძღვარი ყველას მოძღვარია დედისაც, მამისაც, მაგრამ არის რაღაც ეთიკური ამბავი რა, იმიტომ რომ მშობელი მაინც დავითშვილი არის რა, ეხლა სულიერი ამბები ჩვენ შორს ვართ სულიერებიდან და რაღაცა ხათრი რაღაცა შვილია, რაღაცა პატარა თამაშვილი გამოდის ეს ამბავი რა. ჯობია სხვა მოძღვარი მონახოს ჩემი აზრით რა. კი ბატონო. ივერი გწერს ესეთი კითხვა არის, რამდენი წელი უნდა დაყოს ადამიანმა მორჩილებაში, სანამ მას აღკვეცენ? ჩემი შეხედულებით მინიმუმ 10 წელი მორჩილებაში უნდა გაატაროს ადამიანმა აღკვეცამდეო. ეხლა მე მაგას ვერ ვპასუხებ, იმიტომ რომ მე მონასტრის არა ვარ მონასტრის წევრი და არც წინამძღვარი, მაგრამ მონაზვნებს უნდა კითხოთ და ეპისკოპოსების გადასაწყვეტი საქმეა. მე ჩემი აზრით ეს არის ინდივიდუალური ამბავია, ყველა ადამიანს ერთნაირს ვერ, მაგრამ არსებობს სტანდარტი. მაგრამ მე ვიცი რომ კეთილმოწყობილ მონასტრებში 3 წელი არის, ხო, 3 წელი არის თვითონ გამოცდის ეტაპი და ახლა არ ვიცი რამდენად არის იქ, მაგრამ ესე ვთქვათ 3 წელი მე მგონი ისეთი ის არის რომ 3 წელი თუ ადამიანმა გამოავლინა ეს თვისებები მონასტრის წევრი გახდა და შეერწყა მას დიდი ალბათობით ის გააგრძელებს. ახლა მაგასაც ვერ იტყვი ახლა, იმიტომ რომ გამონაკლისები ყველგან არსებობს და ეს ისეთი მძიმე ამბავია, იმიტომ რომ ესეთი სრული გადაწყვეტილება თვითონ მონაზვნობა და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, ძალიან დიდ სიფრთხილეს, მაგრამ ეს ალბათ წინამძღვრებმა იციან, მონასტრის წინამძღვრებმა და არ გამოიპარებათ, ახლა გამოცდილები არიან და კი ბატონო. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? გამარჯობა. მამაებთან დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. კი ბატონო. მაინტერესებს ასეთი რაღაცა რომ აი როგორც ასეთი მშობლების ცოდვა, წინაპრების ცოდვაო შეიძლება გადმოვიდესო აი შულზე, ან შულთაშულზე და ეს როგორ შეიძლება აი როგორი შეხედულებით შევხედო ეს?
მადლობა. ცოდვა არ გადმოდის, იმიტომ რომ ცოდვა ვინც აღასრულა, ეს მისი ცოდვა არის და ცოდვა სხვა ადამიანზე არ გადადის. არაფერ შუაში არ არის, მაგრამ გადადის ცოდვის მიდრეკილება. მაგალითად, თუ შენ გამირჩევი სიძუნწით, მრისხანებით, სიძულვილით, ეს შენი პირადი ცოდვებია. მაგრამ აი ეს თვისებები, შენ როგორც მაგალითად გენეტიკურად ადამიანი ხშირად მშობლის ფიზიკური ცნეულებები გადადის, ვთქვათ, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი. აი ესევე უნდა ვიგულისხმოთ აქაც, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ნებები გავაძლიეროთ, გადავცე და გავაძლიეროთ ჩვენ შვილებში. და რასაც აკვეთავ და შევეწინააღმდეგეთ, ის კიდე შევაჩეროთ. კი ბატონო. კეთილი, ესეთი კითხვა არის, ესე იგი ნერვოზი, დეპრესია, ეს ყველაფერი სულიერი პრობლემაა თუ ფსიქიკურია? მაგას უნდა ვთქვათ სულიერ ფსიქიკური. იმიტომ რომ ვთქვათ თავი და თავი ყველა ცნეულების არის, როცა სული ავადობს. დიახ. ამიტომ ჩემი აზრით ამიტომ თუ არის სულიერ და ფსიქიკური, ასევე უნდა ორმხრივად უნდა მივუდგეთ ამას. ანუ განკურნების თავი და თავი არის შემოტრიალება ღვთისკენ, ღვთის სიყვარული, კაპიტალური აღსარება, ხშირი ზიარება, ლოცვის უნარის და სათანადოებებისა და ლოცვის სწავლა, ეს სულიერ თვალსაზრისით, მაგრამ ასევე უნდა აუცილებელი არის ზოგიერთ შემთხვევაში, ვთქვათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ფსიქიატრს და შევასრულოთ ის დანიშნულება. აი ეს ორი მიმართულება ხშირად ძალიან ეფექტურია. როცა ცალმხრივად ვაკეთებთ ამას, ჩვენ არ გვაქვს ისეთი რწმენა, ისეთი დიდი რწმენა, რომ მარტო წამლები არ გამოვიყენოთ და მარტო და არც წამლები მოგვიტანს განკურნებას სრულიად განსაკუთრებით მორწმუნეს და ქრისტიანს. ამიტომ ეს ორივე ბრთა უნდა გამოვიყენოთ და ხშირ შემთხვევაში ეს იძლევა კარგ შედეგს. კი ბატონო, მაყურებელია. მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ. ზაქარია მოგესალმებით, მამაო, მამა ალექსანდრა. მამა ალექსანდრა. დეკანოზი ალექსანდრე ვოლქვაძე ისე გამიხარდა ჩემი დაგლოცეთ. მეგობრის მამა ზაქარიას დანახვა ეხა ეკრანზე, რომ აი სიყვარული თავისე და მამაო ესეთი კითხვა მაქვს, რა დააგამიხარდა. შენ ხარ დიდი მოსიყვარულე კაცი, გიყვარს ღმერთი, სამშობლო და მოყვას და ერთი ამ კითხვაზე გვიპასუხე. რა არის სიყვარული და როგორ გამოიცდება და როგორ უნდა ცხოვრებაში გავატაროთ. დიდი მადლობა მამაო, დიდი მადლობა სარისთვის. რა ვიცი ხე მამა ალექსანდრე ეს პირიქით არის დიდი მასწავლებელი და ჩვენი უფროსი ძმა არის და მისგან ვსწავლობდით ჩვენ და როცა ახალგაზრდები ვიყავით და სტუდენტები ვიყავით, სამაგალითო ადამიანები ვიყავდა მაშინ. ნუ ახლა ჩვენს რა თქმა უნდა. ეს იყო რა თქმა უნდა მამა რაფაელი კარელინი იყო, რა თქმა უნდა მამა ბასილი ანთაძე, მამა ბესარიონი და მამა ალექსანდრე. და ესენი იყვნენ ჩვენი მასწავლებლები და დღესაც არიან ასევე ჩვენი მასწავლებლები და მე დიდ მადლობას მოვახსენებ მამა ესეთი სიყვარულისთვის გამოხატვისთვის და დიდი ხანი არ ვილახეა ყოველთვის. კი, რა თქმა უნდა ემოციური იყო. რა ვიცი მამა ალექსანდრე, შენც კარგად იცი ხა. შენზე უკეთესად ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ სახარებისეულ და პავლე მოციქულის სიტყვებით შეიძლება ვთქვათ, რომ სიყვარული პირველად გმართებს ღმერთის, იმიტომ რომ ღვთის სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს დედამიწაზე, არაფერი სიკეთე არ არსებობს დედამიწაზე და აზრი არ აქვს საერთოდ ადამიანის ცხოვრებას. და
ღვთის სიყვარული ამაღლებს ადამიანს და ადამიანი უბადრო კი არსებაა ღვთის გარეშე და ღვთის სიყვარულით ის ხდება მეფე სამყაროსი. რაც იყო მეფე, როგორც შეიქმნა, ასეთი მეფე ხდება. ვისაც ეშინია ღვთისა და უყვარს ღმერთი, ის არის როგორც ბრდღვინავი ლომი. ესე არის წმინდა წერილი, ბრდღვინავი ლომი. მაგრამ ღვთის სიყვარული არის პერპენდიკულარი და პარალელური, ხო? ასევე არის პერპენდიკულარზე ვთქვი და პარალელურიც არის სიყვარული. ამ პარალელის გარეშე არ არსებობს სიყვარული. იმიტომ რომ ჩვენი ცხონება არის მოყვასისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი უძლურება გვაქვს და ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს და დაცემულობა, ეგოიზმი, რომელიც ეწინააღმდეგება ამას და ეს ნამდვილად არის დიდი წინააღმდეგობა, სხვა გზა ცხოვრებაში არ არსებობს. ეს არის ღვთის სიყვარული და მოყვას სიყვარული. პავლემოციკული სიტყვებით რო ვთქვა, ამაზე აგებული მთელი ჩვენი სარწმუნოება. იმიტომ რომ მოყვასის გარეშე ღმერთს ვერ მოახლო, ვერც მოყვას შეიყვარებ ღმერთის გარეშე. პავლემოციკული ამბობს უკვე თუ მრავალი სუსტად არ მახსოვს ეს თქო, მაგრამ სიყვარულის გარეშე ვარო რკინა გამოუძრდო. გამოსვარ ხმაურიანი. ხო. ხმაურიანი, ანუ მხოლოდ ხმაურია, მხოლოდ ხმა აქვს რა. კი ბატონო. აყურებელი ყავს, მოვისმინოთ კვლავ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა, მოგესალმებით, გამოვაცეთ მამაო. თუ შეიძლებოდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამომეთქვა, რა თქმა უნდა, ეს ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ მაზიარებელი ვარ და ყოველთვის განვიცდიდი დანაკლის, რა არის სიყვარული და რა გრძნობაა ეს, როცა აი გიყვარს ის, ვინც შენ კარგად გექცევა, ეს ცხადია, კარგია, მაგრამ ისე უფალს დავესესხე მის წმინდა სიტყვას, რომ სიხარული, რომელიც თქვენშია, სავსებით იყოსო და თან წმინდა პაისი მთაწმიდელი სიტყვებით მესმოდა, რომ სულო, აი ჭეშმარიტი სიმდაბლე ის არის, როდესაც შენ იდევნები ჩაგრავენ და შენ თურმე გიხარია და თან ლოცულობ მისთვისო და სულ ყოველთვის მქონდა ეს თხოვდი უფალს ზიარების წინ, რომ ღმერთო, ნეტავ აი ეს გრძნობა მომეცეს მეთქი და აი მართლა ეს განვიცადე ეს გრძნობა, იმიტომ რომ როდესაც აი არარაი ძალგით გარეშე ჩემსა უფალი ბრძანებს, ხომ დარჩით ჩემში თუ უფალი ჯვარზე იყო, მას შუბი აგმირა, ლონგინოზასის თავმა, მან კი არ დატყელა, თვალი ქონია დაზიანებული და ის გადმოტინებული სისხლი და წყალით განიკორნა მისი თვალები და ბებიას ხშირად უკითხავდი ხოლმე ამ ლოცვას და სულ მიკვირდა ღმერთო ეს რატო არის ეს ლონგინოზასის თავის ლოცვა მეთქი და გავიგე და ძალიან შეგრძნებადი გახდა ეს ჩემთვის. მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის. გაგახაროთ ღმერთმა. მარიამი გწერს რამე სხვა არ უპასუხეთ. კითხვა არ დაუსვია. ხო, არ. ცოლი და ქმარი იმ ქვეყნადაც ერთად იქნებიანო? ხორციელებრივი ცხოვრება არ იქნება. ეს კითხვა კლასიკური კითხვა, მაცხოვრს დაუსვია და ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ იქნება ანგელოზებრივი. დიახ. ანგელოზებს კი სქესი არ გააჩნია. არც აიქორწინებენ, არც აიქორწინებენ, არც განქორწინდებიან. კი ბატონო. როდესაც გიორგი გწერს ესე იგი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში არასასურველი შედეგი დგება, მაგალითად უკურნებელი სენი და ასე შემდეგ. ამ დროს მადლობ უფალს, მაგრამ ამავდროულად თითქოს მაბრკოლებს რაღაც. ვფიქრობ, რა შუაშია ღმერთი, ეს ყველაფერი ხომ ჩემ თავს თვითონ მოვუტანე. რატომ უნდა ვუმადლოდე ღმერთს? მასაც ხომ არ სურდა ეს? ამდენად სწორი არისო ეს მიდგომაო და ეს მოსაზრება. რა თქმა უნდა, ადამიანი შეიძლება ადამიანის განმოდის ეს და შეიძლება ჩვენ აგვერიდებინა ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ყველაფერს უნდა შევხედოთ, ყველაფერი რაც ხდება ჩვენს გარშემო, კარგით, ცუდით, სნეულებად, ძიმე სნეულებად, ჯაჭვის სნეულებების, ყველაფერს უნდა შევხედოთ როგორც ღვთის განუზომელი სიყვარული.
იმ წუთში შეიძლება ამას ვერ ხვდებით ჩვენ, მაგრამ ღმერთი არ დაუშვებდა მაგას, რომ ჩვენთვის არ ყოფილიყო საჭირო. და თუ ადამიანი დაითმეს მოთმინებით მიიღებს ამას, თუ ადამიანი გამოსწორებას დაიწყებს, თუ ადამიანი შეეცდება შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და ღმერთთან მიახლოვება, აი ამ განგებულებას მერე დაინახავს. და გაუცდება და მაშინ აღუვლენს მართლა მადლობას ღმერთს. მაგრამ იმ წუთში, როგორც ამბობს ენგეტე ბრანჩაინოვი, იმისთვის რომ შფოთი მოვიაროთ, უნდა ერთადერთი ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისაგანაა და ამიტომ უნდა თქვა ავაზაკი სიტყვებიო რა, ცოდვათა ჩემთა მომეგების მე კურთხეულ არ სოფალი ამერდიგან და მეკუნისამ დიდება შენ დამერთო, დიდება შენ დამერთო, დიდება შენ დამერთო. თუ ამას შეძლებს ადამიანი განსაცდელი მოიტანს საკუთარ ნაყოფს. შეიძლება ფიზიკური კურნებას მიიღოს ადამიანმა და სულიერს მიიღებს და მიიღებს. კი ბატონო. მარიამი გვწევს, როდესაც აღსარება ვთქვი პირველად, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ის უამბე მოძღვარს, თუმცა სხვა ცოდვებზე ასე დაწვრილებით არ მისაუბრია და ეხლა თითქოს მაწუხებს ამდენი წლის მერე. ახლა მიჭირს ისევ თავიდან და იმის თქმა, რომ მაშინ ეს ვერ გითხარით და ახლა უნდა გითხრათ. ამას ვერ ვეუბნები. რა ვქნა, როგორ მოვიქცეო? უნდა გადავლახოს ხათრი, სულხან საბას ლექსიკონში ხათრი ეს განმარტება არის ღალატი. კი. ხო და ამიტომ ეს არის საკუთარი თავის ღალატი. ის რაც აწუხებს, რაც დამალა, რაც შეასხოფერისა და გაალამაზა და არ გააშიშლა, ასე ამბობენ. აღსარებაში მაშინ მოაქვს აღსარებას შედეგი, როდესაც შენ საკუთარ თავს უდგები როგორც მტერს. ანუ მტერს როგორ უდგები, არაფერს არ პატიო. ყველაფერს აშიშვლებ. ყველაფერს გულწრფელად მიიგებ. აი მაშინ ღებულობს ადამიანის შვებას. კი ბატონო. ამიტომ უნდა მოუბრუნდეს და უნდა უთხრას აუცილებლად. კეთილი. ნუგეშის მიმღები უფრო მეტ განსასწრელს მიიღებსო წავიკითხე ერთ-ერთი მამის მოძღვრებაში. და ვიცი რომ უნდა ანუგეშო განსასწრელში ყოფიო. ეს კითხვა არ არის ფაქტიურად. ანუ ნუგეშის მიმღები უფრო მეტ განსასწრელს მიიღებსო. არა, ეგრე არ არის. უფრო მეტ განსასწრელს არა. ჩვენ ვიცით ესეთი სწავლება, რომ ყოველ ნუგეშს მოყვება განსასწრელი და ყოველ განსასწრელს მოყვება ნუგეში. და არა ის რომ ნუგეში მემცემია. კი ბატონო. როგორ ვებრძოლოთ სასო წარკვეთასო? სასო წარკვეთილება ერთ-ერთი მომაკვდინებელი ვნება, ცოდვა და ერთ-ერთი ყველა საშიში, რომელიც საკუთარ თავს შეიცავს ურწმუნოებას, უიმედობას, უმადლობას, უმადურობას და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია ამასთან შეგუება არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ შეეგუება ადამიანი ძალიან დაზიანდება. სულიერი ცხოვრება თუ ადამიანის სწორად ცხოვრობს ადამიანის სწორი სულიერი ცხოვრება ცხოვრობს, მას ეს სასვარკვეთილების სული განაშორება. იმიტომ რომ ესე ამბობენ, რომ სასვარკვეთილების სული არის ამასופლის სული არის. უღმერთობის სული არის. არა რელიგიურობის სული. ღვთის წიაღში რომ არ ცხოვრობს ადამიანი საფრთხე წიაღში. და შეუძლებელი ამას ვინმე გაექცეს. მაგრამ არის ბევრი ქრისტიანი, რომელიც არის ეკლესიაში, მაგრამ სასწარკვეთილი. ესე იგი ცხოვრება უნდა შეცვალოს მისი მიდგომები. ჩვენ ვიცით, რომ უდიდესი მადლი მოაქვს ადამიანისთვის სწორ აღსარებას. პირდაპირ ნუგეში მოდის. ეხლა სადაც ნუგეში მოდის, ხო სასწარკვეთილება ხო მიდის იქ. რა თქმა უნდა. მოძღვართან საუბარი.
იმიტომ სასურველობას ახასიათებს ეს სიბნელე რა. წყდიად შეამყოფებს ადამიანს რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში, რაღაც უამრავ წინააღმდეგობებს, როდესაც საუბრობ მარტო არჩევები, მარტო არ უნდა დარჩე საკუთარ თავთან. იმიტომ როგორც კი მარტო რჩები, ადვილად გასანადგურებელი რჩები. მაგრამ როგორც კი გამოცდილ ადამიანს ესაუბრებ, მაშინ ვიფანტება ყველაფერი. ეს მეორე, წვინ აღსარება, საუბარი. ეხლა ჩვენ ვამბობთ, ეხლა ვეგეზიარებით ყოველ კვირას, მაგრამ ნუგეშ არ ვღებულობთ, მაგრამ განა იმიტომ რომ ზიარებაში არ არის ნუგეში. უდიდესი ნუგეშია ზიარებაში. თუ ვიცხოვრებთ სულიერად, ვილოცებთ და ასე შემდეგ. ასევე უდიდესი ნუგეში მოაქვს ადამიანს წმინდა მამების კითხვას. ადამიანთან საუბარი, მოზღვართან საუბარი ძალიან კარგია. მაგრამ ვინც იცის, ვინც კითხულობს და წმინდა მამებს და ყველა ქრისტიანი უნდა კითხულობდეს წმინდა მამებს, წმინდა მამები ყველა წუხარებას, ყველა საწორკუთილებას, ყველა გაუგებრობას. სასწორკუთილება მოდის გაუგებრობიდან, ხო? კი ბატონო. იფანტება წმინდა მამების სისტემატიური კითხვით. ეს არის საოცარი საჩუქარი, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. რა თქმა უნდა, წმინდა წერილიც ამაში იგულისხმება წმინდა წერილის კითხვაც ესეთი წერილიც. და ეს რაც სულიერი და ცხოვრების წესის ჯანსაღი ცხოვრების წესით. ადამიანი ზომიერად უნდა ცდილობდეს, უნდა შრომობდეს. ამას ქვია ფიზიოთერაპია. და ერთი მაგალითი არის, ერთი მდიდარი კაცი ეპისკოპოსთან ჩავიდა და მოკლედ დეპრესია ჰქონდა და ვერაფერთ ვერ განიკურნა, წამლები, ექიმი, ყველაფერი და ერთი რჩევა მისცა რა, რომ ბაღი მოაშენეო რა. ამას საშუალება ჰქონდა რა. ბაღი მოაშენა, ბაღთან კიდე რაღაცა ბოსტანი, სახლი ააშენა, ესოჩი გადავიდა და ამან მისცა ბუდდესი შვება. მიწასთან ურთიერთობა. ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ბუნებასთან ურთიერთობა და სიყვარულის გარემო. ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან მატარებლები დადებითი ძალების და ენერგიების. აი ეს ყველაფერი ადამიანს ნელ-ნელა რაც ყველაზე მთავარია. არ უნდა დაიხიოს უკან. დემონი ყოველს ეუბნება, ყოველს აშინებს. პანიკური შეტევა ქვია ამას. მამები ამბობენ პანიკური შეტევა ომში გამოიყენებოდა რა. ანუ ჯერ იწყებდნენ რაღაცა პანიკურ იმას ზემოქმედებას ჯარისკაცებზე. ან რაღაც ჩართავდნენ, ან გადაყრიდნენ იმას რა ქვია, ან რაღაც მუსიკას ჭდავდნენ, ან მარშით მიდიოდნენ და აშინებდნენ და შეშინებულის დამარცხებას რა უნდა. საზოგადოების დროს დემონის მთავარი იარაღი არის ადამიანის პანიკა. როცა ადამიანი არის პანიკაში, რა უნდა იმის დამარცხებას? ამიტომ უნდა თქვას ადამიანმა, რომ პირველი საკუთარ თავს არ მეშინია. განვე ჩემგან მართლობ სატანა და დაიწყოს ბრძოლა. თუ ადამიანი იწყოს ბრძოლას, ღმერთი მასთან არის და თუ ღმერთი მასთან არის, ვინ დაამარცხოს მას? რა თქმა უნდა, ვერა. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ქალბატონი გწერს ერთ-ერთი შვილები მიყვარს ეგოისტურად და როცა იმ ადამიანთან უნდება მისვლა, ვისაც მე გულში ბრაზი მაქვს, უეცრად წყევლას კი მომსვლია. მეზიზღება თავი, ანუ თუ იმ წუთას ჩემთან არ უნდა შვილს, ამის გამო როგორ შეიძლება წყევლა გამისდეს საკუთარ შვილზე. რა გავაკეთო? მით უმეტეს რომ ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ აი ასეთი საშინელება მჭირსო. სამწუხაროდ ჩვენ ყველანი დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ ვიცით რა ძნელია ცვლილება. ჩვენი საკუთარი დავიცვლილო ჩვენი ჩვევების და ის ქართული ანდაზაც რომ ჩვევა ურჯულზე უკისესიაო, აქ მუშაობს რა. ანუ ის ინსტინქტი
ერთი მხრივ არის ძალიან ძლიერი ინსტინქტი და ქართული დედის ინსტინქტი, ახლა ამაზე უფრო დიდი მე არ მინახია, მაგრამ ამს თუ არ მივეცით სულიერი მიმართულება, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს მოგვიტანს ჩვენ ყოველთვის. ანუ ჩვენი სიყვარული უნდა განვასულიეროთ. თუ არ განვასულიეროთ, ჩვენ დავიტანჯებით ამ, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ. იმიტომ რომ აქ ეს უზარმაზარი სიყვარული მშობლის იდება შვილში და ის უკან არ ბრუნდეს და ამაზე ადამიანი ნადგურდება რა. მხოლოდ განსულიერებით, თუ განვასულიერებთ და სულიერი თვალით შევხედავთ ამას და ღვთისმცნებებით შევხედავთ და სულიერი კანონებით შევხედავთ, მაშინ მოხდება ამის დაბალანსება და ჩვენს დავისვენებთ. მივანდოთ უნდა ადამიანი ღმერთს. კი ბატონო. მარიამი გწერს, ვარ აღსარებელი, მაზიარებელი, მერიდება ამის თქმა, მაგრამ სიმშვიდეს ვერ პოულობ, სულ გაღიზიანებული ვარ და მალე ვბრაზდები. არ მინდა ასე ვიყო, ასეთი არ ვიყავი, როგორ მოვიქცე, როგორ ვუშველო თავს, როდესაც ტაძარში ვარ, მშვიდად ვარ, სახლში კი გაღიზიანებული ვარ. ესეთ არის, ეს არის პირველ რიგში, რაც ადრე ვთქვი ჩვენ, რომ ტაძარი მართალია გვაძლევს ნუგერს, დიდ ნუგერს და იმიტომაც ვიკრიბები ჩვენ ტაძარში, რომ გვგრძნობთ ამ ნუგერს. მაგრამ შემდეგ იწყება მეორე პროცესი, რომ ის რაც ჩვენ ვღებულობთ ტაძარში, ის უნდა განვახორციელოთ ცხოვრებაში. სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ოჯახების წესი არ არის ქრისტიანული, სულიერ პრინციპებზე აგებული, არც ჩვენ ვართ ასე ჩამოყალიბებული და აი ეს წინააღმდეგობა ხდება რა. ერთი სასულიერო მწერალი ასე ამბობს. ჩვენ ვართ ქრისტიანები ნათლობით, მაგრამ ცხოვრების წესი წარმართები ვართ. ამიტომ აი ეს ორი წარმართის და ქრისტიანის დაპირისპირება იწვევს აი ამ პრობლემას. ნელ-ნელა ქრისტიანული კულტურა, ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ტაძარში მისვლა და სადევნობაში მონაწილეობა. ქრისტიანობა პირველ რიგში შემეცნებაა ქრისტიანობის. სულიერი სწრაფა ღვთისკენ. სულიერი ვთქვათ პრინციპები უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს, ლოცვითი კანონი ისწავლოს. ნელ-ნელა სულიერ ლიტერატურაში გაეცნოს. სულიერი საუბრები მოისმინოს, რომ ამით შეითვისოს ის დეფიციტი, რაც გააჩნია. ჩვენ გონია რომ მონათლულები ვარ და მართლმადიდებლები ვართ 20 საუკუნე, ამიტომ ვართ მაგარი მართლმადიდებლები. მაგრამ მართლმადიდებლობა უნდა შევიმეცნო და ეს შემეცნება არასდროს არ ჩერდება. არასდროს თუ გაჩერდა ადამიანი და რომელიმე ასაკში შეაჩერა თვითგანვითარება, დამთავრებულია მისი ქრისტიანობა, მაშინვე ეშმაკი მოაჯდება მხრებზე. და ამიტომ ამბობენ მამები, მთავარი არ არის როგორ დავიწყოთ, არ მნიშვნელოვანია როგორ დავიწყოთ, მაგრამ მთავარი როგორ დავამთავრებთ. და რომ დაამთავროს ადამიანი, მუდმივად უნდა იმეცნებდეს. როგორც ამბობს მაცხოვარი, მოიცალეთ და გულისხმა ჰყავთ, რამე თუ მე ვარ ღმერთი. თუ არ მოიცალე სულიერებისთვის, თუ ამას დრო არ დაუთმე, თუ ეს არ გახდა შენი ცხოვრების წესის ყველაზე მთავარი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ მარტო ნათლობა და მარტო ტაძარში მისვლა ვერ გვიშველეს. პირადი ღვაწლია საჭირო. პატარა, მაგრამ მაინც პატარა ღვაწლი. რატო გაქვია ყველა მოწამე ქრისტიანს ყველა მოღვაწე. მოსაგრე, მოღვაწე. მოსაგრეობა და მოღვაწეობა ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებაა იმისთვის, რომ ქრისტიანი ნომინალური ქრისტიანობიდან გახდეს რეალური ქრისტიანი. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. საღამოშვიდობის. მოგესალმებით, მამაო დამლოცეთ, მამაო. იცოცხლეთ, გაიხარეთ. წყალობა მოხდეთ და ჩვენ წყალობა მოხდეთ საქართველოს. ამინ. ჩვენს პატრიარქს, ჩვენს უწმინდეს, ჩვენს წმინდა სინოდს, ჩვენს მეუფეებს და სრულიად სამღვდელოებას, ერს, ბერს და მრევლს. იცოცხლეთ. აღსარებელი ვარ, მაზიარებელი ვარ, 4 წელია უკვე, რაც მეუღლე გარდამეცვალა ოთრავარით და ერთმა გიცხონდა. არ ვიცოდი, არ დავდიო ტაძარში და მადლობა მამა შოლა გეკელიას,
პირველად მაზიარა თვითონ მის თავისთან ტაძარში წინამძღვარი ბრძანდება პედისალობის ხაზრის და შემდეგ მამა ივანესთან ბორჯომში ხეცურიანთან ფეხბურთელების ნაკრების მამარდაშვილის მოძღვართან გადმომამის ამართა და იქ ამის მეზა მას სწავლეს თუ რა არის მიტევება ავარია შედეგად სხვა ის და საჩესთან და ჩემი მეუღლე გარდაიცვალა მარიამი იყო საჩესთან და ასე მოხდა აბატია და მეუტევე ის მძღოლი ვინც იყო და მასწავლებლის მიტევება რაც არის შემდეგ პრობლემები მოხდა მე ჩემს მამიდაშვილებთან კერძო თანხასთან დაკავშირებით და მამაო მითხრა რომ ეგეც უნდა აბატიო დიდ თანხასთან იყო საქმე და ეგეც მიუტევე და ეგეც ვაბატია ვისწავლე მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის რაც იყო რაც დარაცხენება ჩვენ ცხოვრებაში მადლობა რომ ღმერთის შემაყვარეთ მადლობა რომ სამშობლო შემაყვარეთ მადლობა რომ სიკეთე შემაყვარეთ მადლობა მამებო და მე ხმანამოღებული ადამიანი ვარ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და თქვენი ჯარისკაცი ვარ მუდამ მადლობა ამ წყალობისათვის რაც შემძინეთ მადლობა ყველაფრისათვის ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ იცოცხლეთ დიდი მადლობა თქვენ ასეთი სიტყვებისთვის ესე იგი რამდენად სწორია ადამიანს სურდეს სულიერი ნიჭები თუნდაც არ ითხოვდეს ამ ყოველივეს ლოცვაში სულიერი ნიჭები გააჩნია რა ნიჭები აქვს არის აუცილებელი ნიჭები რომელიც ჩვენ გვჭირდება ლოცვისთვის მაგალითად სიმდაბლე საკუთარი თავის ხედვა ეს მაგალითად სინანული მამები ითხოვენ რომ პირველ რიგში ითხოვეთ სინანულის ნიჭი იმიტომ რომ ეს არის თავარი საფუძველი ყველა ნიჭთა საფუძველი არის საფუძველია ყველაფრის სინანულს მოაქვს სინანული მოდის საკუთარი თავის საკუთარი ცოდვების ხედვით ეს არის უდიდესი უნარი და ეს თუ ხედვა აქვს და სინანული აქვს ამით მოდის სიმდაბლე და სიმდაბლე არის საფუძველი ყველაფრის მიმღებია ყველაფერს ჩვენ შეგვიძლია თუ სიმდაბლე აქვს ყველაფერს ღებულობს ადამიანი ყველაფერს აძლევს ღმერთი და თუ სიმდაბლე არ აქვს რაც აქვს ყველაფერი მისთვის ისე იქნება მისთვის საწინააღმდეგო იქნება მისთვის ამიტომ ნიჭები უნდა ვითხოვოთ მაგრამ რა თქმა უნდა კადნიერებით არა და მაგრამ აუცილებლად არ უნდა ვითხოვოთ ახლა რაღაცა ლოცვაში გაბრწყინება და რაღაც სულიერი ნათელი და რაღაცა ესეთი ნიჭები არ უნდა ვითხოვოთ მაგრამ ის რაც აუცილებელია და საფუძველია ქრისტიანული ცხოვრების და საფუძველთა საფუძველია ის უნდა ვითხოვოთ მუდმივად უნდა ვითხოვოთ და მუდმივად უნდა ვეძებოთ კი ბატონო მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. რამდენად ცოდვად იცვლება ეს აი თბის გადანერგვა იქნება ეს უჩების გაგვიდება და ეს ცვლილება რა მოკლედ ადამიანს რაც ის მიერად მიეცა და მე დღეთა განმავლობაში აი მაგალითად სიმულეტომ შეაწუხა და ანთ მაგადაინერგან უჩები არა აქვს ქალის შემთხვევაში და გაიდიდა. ეს თუ იცვლება ცოდვად აი ეს როგორ გითხრათ. მადლობა კითხვისთვის. ვერ გავიგე ზუსტად. ანუ აი ფიზიკური ცვლილებები კი. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ მაგაზე, მაგრამ ისე გამეორდები რომ ქრისტიანისთვის, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტიანებისთვის. იმიტომ რომ ახლა წარმართების სხვა კულტურა აქვს და სხვა ისა აქვს, მაგრამ ქრისტიანებს ვლაპარაკობთ. დიახ. ქრისტიანისთვის მთავარი ვარიანტი, მთავარი სიმდიდრე არის მისი შინაგანი სიმდიდრე. შინაგანი კულტურა, იმიტომ რომ აქ შინაგანად ადამიანი ხვდება ღმერთს. და ამიტომ ამაზე ძვირფად მისთვის არაფერი არ არის. გარეგნული უნდა იყოს შესაბამისობაში რა, ნორმალურად რომ გამოიყურებოდეს და როცა აქცენტი გადადის გარეგნულზე უკვე რა, გარეგნულზე. ხშირად ვთქვათ არის რაღაცა რაც შეიძლება ნაკლი კონდეს ადამიანს და გაასწავლოს თქვათ ეს კიდე მისაღებია თქვათ რა რაღაცა ნაკლი კონდეს ფიზიკური ან რაღაცა და ეს გაასწავლოს ეს კიდე მაგრამ როდესაც ახლა
ხაზგასმულად აკეთებს აქცენტს ადამიანი იმისთვის, რომ სექსუალურად გამოიყენებოდეს და რაღაცა ზემოქმედება მოიქონოს და რაღაცა ეს იმას ეს უკვე არ არის ქრისტიანული რა. კი ბატონო. ახლა თუ ჩემს გაბერო და კიდე რაღაცა მე მგონი მაგისთვის არის ახლა მე მგონი. კი, კი. ჯერდი არ უხდება. რა თქმა უნდა. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? დამლოცეთ მამაოებო. ერთმა დაგლოცოთ. დამლოცეთ მამაოებო. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა. აი, ისიც რა მაინტერესებს, 12 წლის ბავშვმა ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ უნდა იცხოვროს, რომ მართალი იყოს და ასეთია მეორე შეკითხვა, რომ აი სხვისი შეცდენა ცოდვა ეჩაგდება, მხოლოდ მაშინ იხდება თუ ნებით აკეთებ და თუ რაღაცა მიზანი გაქვს თვისაცნო და აი მაგალითად არის ის გეტყვის ან არის, მაგრამ შენ მაინც ის გზე მიდიხარ, გაგბრასდეს. და იცი რომ შეიძლება გაგბრასდეს შეცდენა მაინც. მე ვერ გავიგე ხوار მეტყვი შენ რა. ან ცოტა ჩემთვისაც გაუგებარი იყო ეს კითხვა. ბავშვზე? ბავშვზე როგორ უნდა იცხოვროს სწორად, როგორც მახსოვს, ხო? რა შეცდომები მოეთხოვება თუ არა, თუ რა. ეხა ბავშვი ალბათ ოჯახის გარდამოს არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა. დიახ. ეხა ბავშვს სიცილკეს ეხა ვერ შეზღუდავთ, ეხა ეს ბუნებრივი არის. რა თქმა უნდა უძრდელობაში და უხეშობაში და თქვათ ეს უნდა რაღაცა შევეცადოთ, რომ ეს რაღაცა არ გავაკეთებენ დანარჩენი. ეხა ბავშვი უნდა თამაშობდეს, რაღაცა ვითარდებოდეს ყველაფერი, მაგრამ გარემო სადაც ცხოვრობს ბავშვი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. და არა მარტო გარეგნული გამოვლინება, თქვათ ოჯახის რა, თქვათ საქმეები, არა მარტო, არამედ შინაგანი მდგომარეობა მშობლის. თურმე ესე ამბობენ გამოცდილი ადამიანები, თურმე ბავშვზე განსაკუთრებით მოქმედებს მშობლის შინაგანი მდგომარეობა და ოჯახის სულისკვეთება. რა არის ოჯახში? რა სული ტრიალებს? ეს არის განკითხვის, სიძულვილის, ამპარტავნების, მატერიალიზმის, ამ ქვეყნიური გამიწიერების სული. თუ იქ არის სიკეთე, სიყვარული, ურთიერთპატივცემა, სამშობლოს სიყვარული, ადამიანებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და ამიტომ ამბობენ, რომ მშობლის ღირებულებათა კიბე, რომელიც არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანად მოქმედებს ადამიანს. რა ღირებულებებია? რომელია მის ღირებულებების მთავარი სათავეში რა არის ღირებულებები? შინაგანად გადავცემთ ჩვენ შვილებს ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც. ამიტომ თუ გვინდა რომ ბავშვმა კარგად იცხოვროს და კარგად იყოს, ამას ეს უნდა მოვაწესრიგოთ. კი ბატონო. რა არის ყველაზე დიდი ცოდვაო? ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენ თქვით სახარებაც ამბობს მაგას, ჩვენ ვილაპარაკეთ მაგაზე, ალბათ არის სასვარკვეთილება. დიახ. საზრკვეთილება თავის თავში შეიცავს ღმერთის უარყოფას. ანუ ღმერთის უარყოფა და სასვარკვეთილება თან იცით რა არის? შეიძლება ღვთის უარყოფა ქონდეს ადამიანს, მაგრამ შეინაროს. დიახ. მაგრამ თუ სასვარკვეთილებაში ადამიანი საბოლოოდ და გადაჭრა ეს სინანული და აღარ აქვს ეს უნარი ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა, იმიტომ რომ ყველა ცოდვას ეკურნება. ყველა ცოდვა შეიძლება ოღონდ ადამიანად თქვას უფალო შემიწყალე. ყველა ცოდვას არ არსებობს ცოდვა, რომელიც განუკურნებელი დარჩება. მხოლოდ საზრკვეთილებას და უნალობას არაფერი არ შველის. ბატონო. რა სიხშირით უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე ადამიანი?
ხშირად უნდა ეზიარებოდეს. მაგას ასწავლეს ეკლესიის სწავლებაც არის ეგეთი და რაც შეიძლება ხშირად ახლა ეგ უკვე მოძღვართან შეთანხმებით უნდა როგორ განვიკითხოთ საკუთარი თავიო და უნდა განვიკითხოთ თუ არაო? რას ნიშნავს ახლა საკუთარი თავის და თქვა სინანული ითვალისწინებს მაგას, საკუთარი თავის განკითხვა ნიშნავს ცოდვების დანახვას. როდესაც ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს, კონფლიქტი აქვს, უნდა დაიწყოს ადამიანმა საკუთარი თავი და როცა ადამიანი ცოდვაში ვარდება, საკუთარი თავიდან დაადანაშაულოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს თქვა რაღაც დამონათება საკუთარ თავის და თქვა უიმედობაში ჩავარდნას რა. საკუთარი თავის ხედვა ეს არის უდიდესი ნიჭია, სულიერი ნიჭია, რომელიც ღმერთი აძლევს მას. როცა ხედავს ადამიანი საკუთარ შეცოდებებს, იმიტომ რომ ჩვენი შეცოდებები ხედავთ თუ არ ხედავთ, მაინც გვაქვს. წამი არ გადის, რომ ჩვენ არ გქონდეს შეცოდებები. წამი არ გადის, რომ ჩვენ არ ვაფრქვევდეთ ცოდვის ენერგიას. და ადამიანი ამიტომ რატო ამბობენ, რომ ადამიანს უნდა ქონდეს მუდმივი სინანული. იმიტომ რომ მუდმივად ცოდავს. და უბრალოდ თუ ხედავ შენ ამას, ესე იგი შენ უკვე ხარ ნორმალურ ჭრილში, ნორმალური აზროვნების ჭრილში ხარ. თუ შენ ამას არ ხედავ, ესე იგი შენ საღვთისმეტყველო განათლებაც რო ქონდეს და ღვთისმსახურიც რო იყოს და ასე შემდეგ შენ არაფერი არ შეგიძენია. არაფერი არ შეგიძენია რა. ყველაზე მთავარი თვისება არის ეს. დანახვა საკუთარი ცოდვების. კეთილი, როდესაც უფალს მადლობას ვუხდით ან ღვთისმშობელს შევთხოვთ რამეს, მივდივართ ხატებთან და ვადიდებთ და შევთხოვთ. მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება უფლის ხატის წინ დავდგეთ და როგორც ახსარება, ისე ვესაუბროთ უფალს. შეიძლება კი არა, ეგ არის სწავლება მამების. ძალიან ბევრი მამა ასწავლის ამას, რომ თქვი მცირე ახსარება საღამოს ლოცვების წინ დღის განმავლობაში რა შეცოდე. სინანული არ არის მხოლოდ ის მაშინ, როდესაც ჩვენ მივდივართ მოძღვართან და ვამბობთ ახსარებას. სინანული იწყება შენანებით. შენანება და ხედვა და იწყება იქ სახლში ხატებთან. და ეს იმისთვის რომ სინანული იყოს სრულყოფილი რო იყოს და ჩვენ ახსარებაში სრულყოფილად რო ვთქვათ, ეს უნდა ესეთი მუშაკობა უნდა ქონდეს, ესეთი უნარი უნდა ქონდეს ადამიანი, უნდა ძალიან კაია ყველა ამბობს, მაგრამ ძალიან რთული გასაკეთებელია. ჩვენ საღამოს საერთოდ არ გვახსოვს სულიერი ცხოვრება. ისე ვართ დადრგუნულები და ისე ვართ ამოვარდნილები კალაპოტიდან, რომ საერთოდ არ გვახსოვს სულიერი ცხოვრება, მაგრამ მამები ამბობენ, რომ ეს არის უდიდესი ქმედება, რომ ცოტა მაინც გაიხსენო და საკუთარი თავი დაადანაშაულო ცოტა. იქ პირდაპირ საღამოს ლოცვებში ერთი ლოცვა არის, სადაც პირდაპირ ჩამოთვლილია. აი უამრავი ცოდვა ჩამოთვლილია. მაგრამ სამწუხაროდ სულ მექანიკურად გითხო, თვითონ შენ არ გეხება რა. და რისთვის არის ჩამოთვლილი? რა თქმა უნდა. და აი ბოლო კითხვა არის, ჩვენი დრო იწურება, გულში განკითხვა არის თუ არაო ახსარებაში სათქმელი, როცა ამას არ აღმოვთქვავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება არ ვამბობდეთ, გარეგნულად არ ვამბობდეთ, მაგრამ გულში როცა იონე კროშტატელი ამბობს, ასწავლის, რომ როცა გულში განეკითხა, ვიცოდე, რომ გულში მაშინ ეშმაკი ყავს შე. და ახლა ეშმაკი თუ ყავს გულში, არ უნდა თქვა ახსარებაში? კეთილი. დიდი მადლობა მამაო მომბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ჩვენ ზურფას მაყურებლებს, შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახდათ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის თავმსახური დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის თავმსახური მღვდელი გურამ გალობიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში.
გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.